გავაბიჯებ. უფ. ზიზი. ეფექტი რო გამოვიდა. ზიზი, შენ ხომ კარგი გოგო ხარ? ხო, გეტყობ. კი, გეტყობ. ეს მსაკიდო რომ სიმაღლეზე უნდა ავწიო ეს ფეხი. ერთი, ორი, სამი. ვაუ! მაღლა ვარ. ესე იგი ორი ხელითო, ვიცა? ორი ხელითო. ორი ხელი. არა, ესე არა. ქვემოდან უნდა შემოდიოდეს. ზემოთ მოღადო. ორივეს კაჩავ, ჩერდება. მიუშვებ ფეხნიათთან მიდის. მარჯვნივ მოწევ, მარჯვნივ წავა, მოწევ, მოწევ. არჩი! რატო არ იძლევა ჩემი ზიზი? წადი. აბა ნუ მიჯიუტები ახლა? ნუ მიჯიუტები ახლა? აი ზარმაცი გოგო ყოფილხარ გაიძირი გოგო ეს ხო ვერაფერი ვერ გავიგე მაგრამ ცოტა ჩქარა რატო ვერ მიყავს ხო ვერც მე ვარტყავ ჰა ხო მუხლიან მაგრამ მაინც მარტო ქუსლებით ვურტყავთ? მარტო ქუსლებით. მოტრიალდი შენ. ჯოხი არ გვინდა, ხა მუხრით ვცდი. ერთხელ გადალახე ბარიერი ზიზი. ეს. ეს. ეხა ვცადოთ ცოტა როგორ არჩი? ცოდება ეთყობა თუ რა არის? ვერ გავიგე. შეხედე ის ბიჭი როგორ მირბის? შეხედე ზიზი? არ შემარცხენა ხა მიდი. მიდი ნუ გეშინია. ახლა ამ სტოლბას თუ არ მე. ერა. მიდი. ამ დროს რა უნდა ქნაო? კარგი, რა დროს ავდგე და რა დროს ჩავჯდე? აი ბარი ასახო. ორტაკიანია. აი ეს არის ყველაზე თუ მიდი აბა? სასწავლია. ავდგები ვსდები რა დროს? აჰა, ბოლომდე ვდგები? აქეთ ქალბატონო იცი რა ბატონო ზაზა ძალიან ხშირად მსმენია რომ ცხენზე ჯირითი არის ძალიან ბევრი რამისთვის კარგი და სასარგებლო. ნუ ხერხემალი თავისთავად. თუ შეიძლება უფრო დეტალურად რო გითხრათ რომ აყურებელი იყოს გათუცნობიერებული. ძალიან ბევრი მსმენია რომ აი ბავშვი უნდა ატარო და ძალიან კარგია და პირველი რაც არის ცხენთან კონტაქტი უყალიბებს ბავშვს და ადამიანს, ნებისმიერ ადამიანს სიმშვიდეს. ანუ მშვიდად არის. მე აძლევს სიამაყის გზნობას. ანუ ცხენზე რო ზიხარ რაღაცა ამაყი ხარ. იმიტომ რომ ამ ხელას ცხოველს ფლობ მართავ. ანუ სხვა და კიდევ აქვს ყველაზე კაი თვისება ის რომ ყველა კუნთი მუშაობს რაც კი ადამიანს გააჩნია. უბრალოდ არ ანვითარებს. ანუ მუსკულატურას არ ანვითარებს, მაგრამ ყველა კუნთი რაც კი ადამიანს აქვს. აი ჩორთის დროს თქვენასაც იძახით, აი ეს წამოდგომა. ჩორთის დროს არა მარტო, აი ცხენზე უბრალოდ რო ზიხარ, იმდენად ინსტინქტურად აკეთებთ ამ ყველაფერს თავს, რომ ყველა კუნთი არის ჩართული. თვალის კუნთიც კი არის ჩართული. რა თერაპია ცხენებთან საერთოდ ურთიერთობა, ბევრ სხვა დაავადებასაც შველის, მე ვიცი რომ 60 დაავადებას შველის.
მათ შორის ცერებრალური დამბლას და ასე შემდეგ საერთოდ. ახლა კი ვნახეთ პონი, მაგრამ პონები რო ყავს, მაგრამ პონიც საკმაოდ მაღალი იყო, აი გრიგორის თუ არ ჩავთვლით და ტრისტანს და იზოლდას. რა საკითხი შეიძლება ბავშვების მოყვანა? ბავშვები იყოფიან სამ კატეგორიებად. არის პატარა ბავშვები, ანუ 5 წლიდან 7 წლამდე, ესენი არის მარტო პონიზე. პატარა პონები რომელიც უფრო 8-11 წლამდე გადადიან უფრო მოზარდ პონიზე, ანუ სიმაღლის მიხედვით უფრო მაღალ პონიზე. ცხენოსანი უნდა იყოს აღჭურვილი სრულად, მაგრამ ბავშვი განსაკუთრებულად უნდა იყოს აღჭურვილი და დაცული. ესე მოდი, კასკა აუცილებლად, ჩაფხუტი და ჟილეტი დამცავი, რომელიც იცავს ზურგს ჩამოვარდნის შემთხვევაში. გაუყარე გასახადა. ესე. ბავშვი მზად არის იმისთვის, რომ უკვე დავიწყოთ ვარჯიში. ხა შეეხება ვარჯიშის დაწყებას, ცხენზე აუცილებლად ავდივართ მარცხენა მხრიდან. მოდი გესა. ესე. ვასწორებთ უზანგებს ბავშვის ზომაზე. ახლა გესა როგორია? კარგია, მოკლე ხო არ არის? ძალიან კარგი. ეხლა მეორე უზანგი. აბანახე. ეს მოგონ გრძელია ხო ცოტა? დავამოკლოთ ისე. აუცილებლად ცხენზე ვერანაირად ვერ დავჯდებით მოხრილ მდგომარეობაში. ეს ცხენზე ვერ დავჯდებთ, ხო? აუცილებლად უნდა იჯდეს გამართული, რაც პირველ რიგში ასწორებს ხერხემალს. მერე ასევე დატვირთულია ცხენზე ჯდომის დროს მუშაობს ყველა კუნთი. ფაქტიურად ერთგვარი ტრენაჟერის ფუნქციაც კი შეიძლება დავაკისროთ ცხენს. მუშაობს ფეხის კუნთები, მუშაობს ხელები, მუშაობს ტანი, პრესი, ესე რომ მთლიანად არის ჩართული მთელი სხეული ამ პროცესში, ვარჯიშის პროცესში. შესაბამისად ჯანსაღდება მთელი სხეული. ერთ თვლაზე დგება ბავშვი, ორზე ჯდება. ანუ გასავარჩენოთ 1 2 1 2. ეს ხდება რიტმულად, ყოველგვარი შეჩერების გარეშე. ანუ შედარი არ ჩერდება არც ამ მდგომარეობაში, არც დამჯდა. ეს ჩორთით ესე გამოიყურება. წავედით გესო ჩორთით. 1 2 1 2. ეს ყოჩა. 2 1 2. ეს არის ის პირველი, რაც უნდა იცოდეს პატარა ბავშვმა დასაწყისისთვის, რომ შემდეგ უკვე გადავიდეს უფრო მეტად რთულ ელემენტებზე, ნავარდზე და ასე შემდეგ. რაღაც გარკვეული პერიოდის მერე უკვე ბავშვი რომ მიეჩვევა კარგად ცხენზე ჯდომას და უკვე თავს იგრძნობს თვითონაც უფრო ყარად, მერე უკვე შეიძლება ვასწავლოთ ნავარდი, დამოუკიდებლად გავუშვათ ჩორთით და ასე შემდეგ. მაგრამ ძირითადი რაც უნდა იცოდეს არის აი ეს. ლამაზიანინა. სასწაულია. ჩვენ ამ კონდენციამდე მივალთ როგორ ფიქრობ? მე და შენ არ ვიცი, მაგრამ აი ეს ბავშვები რომლებიც დადიან, ალბათ მივლეს. აი რამდენი წელი გულმოდგინე მეცადინეობა საჭირო, რომ აი ესეთ შედეგს, აი ცოტა მიახლოებული მაინც იყო, რომ შეგეძლოს. 2 წლამდე წელიწად ნახევარი 2 წელი. და აი ჩორთიც იცი. ნავარდი ნორმალურად რო გააკეთოს ადამიანს. შესაძლებელია დაბრკოლებაც გადახდეს. მართლა? 2 წელიწადში. ყველაფერი წინ გვაქვს, ნინა. 2 წელი, ოღონდ მე დავა. ასე კი არ აქვს ცხენოსნობა. არ აქვს, ხო?
62 წლის ქალბატონი დადეს ეხლა და პირველად დაждდა. რატო გამეცით ახლა უცებერ გავიგე? დაჭერდი. პირველად დაждდა და წარმატებულად. იმის მერე აღარანებებს თავს. არ ვიცი ვის ვუთხრა მადლობა რომ დღეს გავატარეთ დღევანდელი ეთერი. მე მგონი ზუსტად გადავეცთ ის ემოცია რაც ჩვენ მივიღეთ. მეც ესე ვფიქრობ, არ ვიცი ხო. ამდენი პოზიტივი, უფ. მესმის სტუდიაში კარგია კონდიციონერია ჩართული, გრილა, ჩვენ წავყარეთ მეგობრებთან ჰაერია. და საოცარი ცხოველები, სახელად ცხენები, სხვადასხვანაირი, სხვა ხასიათის, სხვადასხვა ფერის და ძალიან დიდი მადლობა ზაზარო. გვესვიეთ ხშირად. დიდი მადლობა. აწი სხვა გზაც არ გვაქვს. აუცილებლად. და ერთსაც გთხოვთ დამშვიდობებისას გრიგორიჩი არ დაგვიჩაგროთ. კი ბატონო. თუ შეიძლება. ჩვენ ამოადე სტაფილოს დავაშლებს ამოვწად ხოლმე. და ცოტა შაქარს. ცოტა, თუ დაიმსახურა. აი გემშვიდობებით ამ საოცარი ადგილიდან და აუცილებლად მოდით და ისე ამოვნეთ ჩვენსავით. დროებით. გოგო